მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, ხომ ხართ კარგად, ხომ ხართ ჯანმრთელად. მოკლედ ძალიან მომენატრეთ, დიდი ხანია და დიდი შუალედები მაქვს. სამწუხაროდ ასეც ხდება, არ ვაპირები ასე დეტალებში ჩაღრმავებას და შეწუხებას, იმიტომ რომ რამდენიმე კომენტარი დაწერა, რომ პირდაპირ ვიდეო დაიწყო და რა ვიცი, პირდაპირ ვიდეო დავიწყოთ და ორი სიტყვა არ ვთქვათ, ვინმეს გინდათ ესე? თორემ მე არ მაქვს არანაირი პრობლემა, კი ბატონო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ მე მესმის ხო მათისგან არ მესმის, მაგრამ ჯერ ის მომენტი, რომ ხომ და გაიგონ საჯარო კონსულტაცია და საჯარო კონსულტაცია ყველაზე ხო ვერ რეზონირდება, ხო, თორემ მე მესმის, რომ ყველას გეჩქარებათ. კი ბატონო, მაშინ დეტალური ინფორმაციისთვის მომართეთ ხოლმე პირადში, ნომერი YouTube-ზე მოთავსებულია ვიდეოს ბოლოს, ხოლო TikTok-ზე მომწერეთ პირადში. კარგით და მოკლედ არც არავინ ასე ვთქვათ, ჩემი რჩევებით არ შეწუხდება, რადგან არ მოგწონთ ეს რჩევები, პირდაპირ ჩავწეროთ ვიდეოს, სხვა შორის რამდენიმე ტაროლოგსაც დაუწერეს მსგავსი სიტყვები და მე მესმის ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი, ისევ თქვენთვის არ ვიცახი, თორე მოცლი კი არა ვარ თითოეული ვიდეოს ჩაწერაზე, იმხელა ასე ვთქვათ, დროს გამონახვა მჭირდება, მე ხო არ ვზივარ მთელი დღე, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მე არ ვზივარ, ჩემო ძვირფასებო, მთელი დღე სახში. მე ამის გარდა კიდე ორი სამსახური მაქვს, ამიტომ და ეს არ არის, ხო, ეს ჩემი საქმეა და მომწონს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ, თორე ოფიციალური სამსახური როა და იქ იმხელა დატვირთვა აბსოლუტურად სხვანაირად ისტრესები, ხო, მოდით ვაღიაროთ, თორე აქ მე ჩვეულებრივად გალიდაროჩიც გამოვუშვებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, ამიტომ არ ვწუხდები, მაგრამ რადგან თქვენ წუხდებით ჩემი რჩევებით, მოკლედ დანარჩენი მომმართეთ პირადში, გადავწყვიტე აღარაფერი არ ვისაუბრო ხოლმე აი აქ საჯაროზე, რადგან პირდაპირ ვიდეო გინდა თავტვირთო და კი ბატონო, დღევანდელი ვიდეო კონსულტაცია იქნება აღდგება თუ არა ურთიერთობა. ნახოთ, ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ, ასე რომ ჩემთვისაც მარტივია, პირიქით, ჩემთვისაც მშვენიერია, რაც უფრო პატარას ვიდეოს და რაც უფრო პირდაპირ საქმეზე გადავალ და მე ასე ზურგზე გადაგკეთებული რომ აქენა და გესაუბრებით, ისევ თქვენთვის, თორე მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. დანარჩენ დეტალებზე პირადში რაც და გაინტერესდებათ, ასევე პირადი კონსულტაციები იქნება ეს თუ რა ვიცი, რაც გაინტერესებს პირად საკითხებთან დაკავშირებით, ხო? აუცილებლად ყველა ვარიანტში TikTok-ზე მომწერეთ, ხოლო YouTube-ზე გამატებთ, ის ბოდიშით TikTok-ზე მე გამატებთ WhatsApp-ზე და YouTube-ზე პირიქით ნომერი დევს ბოლოში და შეგიძლიათ მომწეროთ იმ ნომერზე, არ არის პრობლემა. კარგით, მოდით ვნახოთ რა სიტუაცია. თქვენ შორის. შემდგომ ვნახოთ მისი გრძნობები თქვენთან დაკავშირებით, ხო, გრძნობები თუ არ ვნახეთ, ამიტომ დეტალებში აღარ ჩაუღრმავდები, ვეცდები, რომ ძალიან მარტივად გადმოვცე, უფრო მალეც გადმოვცე და ვიდეოც შესაბამისად მალეც დამთავრდება. ამიტომ რადგან ასე გირჩევნიათ, არანაირი პრობლემა არ არის, თვითონ ვერ გავასწორი მოძრა. კარგით, მე გავასწორებ, მოკლედ გრძნობები კიდევ მამაკაცის თქვენთან დაკავშირებით. გრძნობები, ანუ სამჯერ ამოვიღე, ნახეთ გრძნობა. ჯერ სიტუაცია, შემდეგ გრძნობები. და ბოლო აღდგება თუ არა თქვენი ურთიერთობა. და როგორც ვიწყებთ კი ბატონო ვიდეოს, მაგრამ პირველივე არკანი დასტის ფონად, რაც ამოვიდა, ეს არის 10-იანი კურთხები, ეს არის ურთიერთობა და სიტუაცია, ვისაც გიხებათ, მარტო მყოფი მდგომარეობა, მარტო ქალბატონები, რომლებიც ვინც მამაკაცები მიყურებთ კი ბატონო, ვინც მოირგეთ ხო თქვენზე, მარტო რომ ვებრძვით მდგომარეობას, მარტო რომ ასე ვთქვათ, ვეჭიდებით სიტუაციას, არ არის გამორიცხული აქ ოჯახ დანგრეული სიტუაციებიც გქონდეს, ხო, ჩემო ძვირფასებო და ახალ პარტნიორს უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდ კრიზისს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის მერე, აი
ქმართან რო არ გაუმართლებთ ხო დაახლოებით ამ სიტუაციას და ვენდობით კიდევ ადამიანს და კიდე ერთხელ ნდობას რო გამოვხატავთ და სამწუხაროდ რო არ გაამართლებს დაახლოებით ამ სიტუაციას ხედავ ხუთიანის პენტაკლებში ჩემო ძვირფასებო თქვენ სიტუაციას აი თავთან უნდებს გასაღები სამწუხაროდ ვერც თქვენ ხედავთ და ვერც შეიძლება თქვენ ხედავთ და ის ადამიანი ვერა იმიტომ რომ ამ წუთას ამ პიროვნებას თვალებზე აბსოლუტურად ახვეული აქვს ვერ იგებს როგორ გზას დაადგეს, ვერ იგებს რა გზას დაადგეს, ვერ იგებს საიდან რა აი როგორ ახსნა იცით როგორი სიტუაცია, საიდან რა გამონახოს არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა ურთაბრძოლაზე აქვს საუბარი და როგორი ხო ჭიდავით ერთმანეთს ბოქსი იყო რა ბრძოლა იყო რომ საკმაოდ დიდი ბრძოლის შედეგად მოხდა, იმიტომ რომ ფაქტია ერთმანეთი გეზეიმებოდათ და იმ ზეიმის შემდეგ, აი ლამაზი დღეების შემდეგ, აი ამ ლამაზ წუთების შემდეგ ყველაფერი ჩამოგემხოთ თავზე. და დარჩით კი ბატონო როგორც დასტის ფონზე, კი ბატონო მარტო, აი ესე თქვენ თავთან და სამწუხაროდ აი ეხლა ვერც ეს ბიჭი ვერ ნახულობს გზას, ვერც თქვენ და ხართ ორივე ესეთ მდგომარეობაში. ანუ ურთიერთობა დაპაუზებულია. კარგით, აი ხო რა, ჯერ ხო საოცარია ტარო, მაგრამ აი ხო მე არ მქონდა ის მანიშნებელი არკანები, რომ მეთქვა, რომ გათხოვილ ქალბატონს, რომელიც დაშორებულია, მეთქვა, მაგრამ აი საოცრება გრძნობები ამოვიღე და ამეთიხეთ პენტაკლის დედოფლად, ქალბატონები, რომლებიც გათხოვილი, ქალბატონები ეს ეხება უფრო გათხოვილ ქალბატონებს, რომლებსაც ოჯახი აქვს დანგრეული ჩემო ძვირფასებო. აქ არის, როდესაც ურთიერთობა უკვე იყო. ეხლა ჯერ არ დაწყებულა ურთიერთობა, რატო უნდა ვუყურო? ისე შეგიძლიათ უყუროთ კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგრამ რატო უნდა უყუროთ თქვენზე, რატო უნდა მოერგოთ და რეზონირდეს, როდესაც საერთოდ ურთიერთობაში არ ყოფილიყართ, ხო? აქ არის სექსუალურ ურთიერთობაზე საუბარი, აქ არის წლები რო ერთად იყავით და პარტნიორები იყავით და მერე დაიშალეთ და მოკლედ ვერ შედგეთ ეკით, ასე ვთქვათ, და ვერ შედგა სიტუაციები. და გრძნობებში კი ბატონო პენტაკლებში ამოდიხართ და ამ წუთას ადამიანს თავის თავთან ძალიან დიდი ბრძოლები, ძალიან დიდი ურთაბრძოლა, თითქოს რაღაცა გასაღებს ნახულობს გამოსავალს და ვერ ნახულობს, თითქოს რაღაც სიტუაცია, აი გათენდა, შეიძლება მე არ გამორიცხავ, რამდენიმე მესიჯი იყო მოსული ან რამდენიმე ხო ხვდებით, აი შიგადაშიგ რომ მოგწერენ ხოლმე დაახლოებით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შედგა ურთიერთობა, საბოლოოდ მაინც ვერ მივხვედით დასასრულამდე, ხო? ამიტომ ეხლა ამ წუთას გრძნობებში რასაც ვკითხულობ, ეხლა ამ წუთას მის თავთან ბრძოლა, ეხლა ამ წუთას ბევრი ფიქრია. არ არის გამორიცხული, რომ თქვენც ახლა ნუ აგვისტოა, ხო, ისიც წასულია თქვენც არ არის გამორიცხული, რომ ეს პერიოდი ისედაც იშლებიან, ხო, სიტუაციები არის, ახლა დედა და შვილები არიან სხვადასხვაგან, ხო, შვილი სხვაგან ისვენებს, დედა სხვაგან, ამიტომ არ არის გამორიცხული, ხო, მეც მომიწია ასე. ჩემი შვილი საზღვარგარეთ იყო, მე აქ ვიყავი, ამიტომ საქართველოში ვისვენებდი. ხო, ამიტომ ნახეთ რის თქმა მინდა ხდება ესეთი რაღაცაც და პარტნიორებს შორის მით უმეტეს, ხო, ის იქ არის, ის იქ და ასე შემდეგ. ამიტომ არ არის გამორიცხული, მაგრამ გრძნობებში იმდენად თავის თავთან ბრძოლები აქვს, მე ვფიქრობ, აქ რო გრძნობა არ ყოფილიყო, არც ეს ბრძოლა არ ექნებოდა ამ ადამიანს თავის თავთან. ნახოთ კიდევ გრძნობები. ოი, როგორ ეხლა აი მერე კიდე მეტყვით ხოლმე რა, შეხედეთ. რა სიტუაცია თქვენ თვალთ დაინახეთ 6-იანი და 9-იანი ხმლები. აქ არის სიტუაცია, არ ვიცი, შეგიძლიათ კომენტარში დამწეროთ, შეგიძლიათ პირადშიც მომწეროთ, სიტუაცია არ არის გამორიცხული, ცოლიანი მამაკაცი იყო, აი ნახევრად რო დაშორებულები არიან, ხო ვიცით დაახლოებით ეს სიტუაცია, უბრალოდ მე არ მესმის, მერე კიდე მეტყვით ხოლმე, რომ აი პირდაპირ ვიდეო ანუ საჯარო გაშლა გააკეთე. აი რჩევა თუ არ გინდათ, აი მითხართ მარტო ვიდეოს ყურებას რა აზრი აქვს. ელემენტარულად ეხა მე არ მესმის ეხა ასეთი ადამიანების. ადამიანი რომელიც ცოლი გქვია, გერქვა, რაღაცა დასრულდა, რაღაცა დამთავრდა, ხო? ყველაფერი ზღვარი აქვს, რაღაცა მთავრდება, ხალხო. ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა ასე, ხო? ყველა თავისი კარმული ვალი მოიხადა, წავიდა. როგორ შეიძლება გამოკიდება, ჩამოკიდება, კედლებზე ხოხიალი, სიარული, სახლთან მივარდნა, მესიჯების წერა, ანუ აი ოღონდ ისეთი რომ დაუმთავრებელი და ჩხუბები, ჩემო ძვირფასებო, ამით უარეშვებით. უარესია ხალხო.
არ შეიძლება ენერგეტიკულად სანამ არ ჩაიხსნებით, ეს ცოდეთ ადამიანს ენერგეტიკულად, როდესაც იხსნებით, მე არ გაქვთ კითხვა, რამდენმა მომწერა, იცით და რამდენი მეუბნება ხოლმე ჩემი გოგოები და ბიჭები, მეკობრები უკვე კონსულტაციებიდან და ასე შემდეგ, რომ აი რატომ არის წლები რომ გავამერე ბრუნდება, თვეები რომ გავამერე, რატომ არის? ზუსტად მაგიტომ არის ლეფასებო ბუმერანგი. ასე ადამიანს, რომელსაც ენერგეტიკულად ჩაიხსნებით და წავა და უშვებთ, ის ბრუნდება. ამიტომ მიეცით საშუალება წავიდეს, რომ დაბრუნდეს, ვისაც გინდათ, რომ დაბრუნდეს. თორე თუ არ გაუშვით, ჩათვალეთ, რომ მე არ გეუბნებით ეხა, როდესაც კი ბატონო წმენდები ეხა ამ წუთას რიტუალები, რასაც ვატარებთ, იდეალურია ეს რიტუალები, ჩემო ძვირფასებო, ეხლა ახალ მთვარებზე სავსე მთვარის დასასრულამდე კეთდება. ხო, მაგაზე პირადად უნდა მომწეროთ აუცილებლად. მაგრამ აი ადამიანი რიტუალებით კი ბატონო, თქვენ იმას არ წერთ და არ აწუხებთ, ხო? ეს ლოცვებია და ეს ტარდება ჩვეულებრივად, ოღონდ ჩემი მხრიდან, მაგრამ რო ადამიანს არ აქვს არანაირი კონტაქტი დიდად გახარდა მთელი დღე, ანუ არ იქ ბილწიწიტყვები, იქ ცუდი მდგომარეობა, იქ ხო ერთმანეთს რა არ ვაკადრეთ, აზრი მითხარით უბრალოდ. აი როგორც კი გაუშვებთ, ნახავთ როგორ დაბრუნდება. ადამიანს ენერგეტიკულად ჩაიხსნებით თუ არა დაბრუნდება, იმიტომ აი გრძნობებში რა დაემართა, შიშები დაემართა, შფოთვები დაემართა, ერთი ნაპირიდან ვითომ მეორეზე მიდის, ისიც არ იცი სად მიდის და თან ცდილობს თავის სიტუაციას მიხედოს, თან იქით ფულის სადარდებელი, სიტუაცია სადარდებელი, ნახოთ გრძნობებში. კი ბატონო, ეხლა გეტყვით ერთ რაღაცა, ზომიერებას მაინც ინარჩუნებს. ესე იგი, მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანი ჩხუბით, რამით თქვენთან მაქსიმალურად თავს ეკავებს. ამიტომ თქვენც მოერიდეთ, ჩემო ძვირფასებო, რომ არ გვინდა კამათი, არ გვინდა ჩხუბი, არ გვინდა ორომტრიალი, ხო? მაქსიმალურად ეცადეთ, ნახეთ რას გეუბნებათ ტარო, თუ გვინდა რომ ვიზე იმოთ, თუ გვინდა რომ სიტუაცია დაალაგდეს, საჩვენოთ, ეხლა ნახეთ. უმეტესობა აქ სიტუაცია ეხება ქმარ განაშორებ ქალბატონს, ასევე მას შეიძლება ცოლი ყავდა, გაშორდა, მერე ისევ შეურიგდა, არ შეურიგდა. კი ბატონო, სულ არავის შეურიგდეს და სუმარტოა, უბრალოდ თავის თავში ჩაიკეტა. დაემართა შიშები, შფოთვები, მაგრამ ზომიერებას რადგან ინარჩუნებს, ესე იგი ერთი შანსი, ჩემო ძვირფასებო, კიდე შეიძლება რომ არსებობდეს. ამიტომ თუ გინდათ რომ იზეიმო, თუ გინდა რომ სიტუაციები დაალაგდეს, ძალიან გთხოვთ, აი გაუშვით. ჩავატაროთ კი ბატონო რიტუალები, არ მეზარება, ეხლა 4 გოგოსთან მუშაობ ზუსტად ამ რიტუალებით, ჩავატაროთ, იდეალურია, ძალიან მაგარია. ამიტომ, მაგრამ ესე რომ თქვენ მიწეროთ, ურეკოთ, აწუხოთ, აი ნახეთ როგორ ბლოკავთ გრძნობებს არ მიჩვენებს, ხედავთ? ურთიერთობა აღდგება თორე და 3 კითხვა დავსვი გრძნობებზე და 3-ვეგან ნახეთ რა მდგომარეობა ამოვიდა. რადგან ზომიერებას ინარჩუნებს, რადგან თავის თავთან ბრძოლები აქვს, რადგან შიშები აქვს, ესე იგი ძალიან დაძაბული ვითარება მოხდა. აქ არ არის იმ ურთიერთობაზე, აი თბილად რო დავშორდით და აი ხო ხდებით რაღაცა კულტურულად, არა, აქ არის რა ვიცი რა არ უთხარით ერთმანეთს, რა ვიცი რა მდგომარეობამდე არ მივედით. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად ეცადეთ პირიქით, თქვენ ცხოვრებას მიხედეთ, თქვენ სიტუაციებს მიხედეთ, თქვენ თავს მიხედეთ, კიდე ახალი ხომ აქვს სამსახური, ნახეთ, ამის გარდა კიდე ორი, ეს ჩემი საყვარელი საქმეა. პლუს ხო ვარჯიშობ დარბაზში. პლუს კიდე გითხარით ხო რომ წერ და დიდი იმედი მაქვს რომ ალბათ მომავალ წელს გამოვცემ უკვე და მივალ ბოლომდე, იმიტომ ვარ ესეთი ძალიან დაკავებული, მაგრამ თუ შევატყობ ჩემ თავს რომ კიდე რაღაცა ხდება და კიდე რაღაცა სიტუაცია მიუხედავად იმისა რომ იქ ბავშვებთან აბა ყველაფერში ჩართული ვარ ამე ავდგები და მაინც კიდე რაღაც ახალს გავაკეთებ, მაგრამ იმ ადამიანს არ მივწერ. მიხვდით, ანუ ჩემ თავს დავაკავებ, ჩემს თავს ისე დავაკავებ, მე არც დავიმცირებ თავს, ნახეთ და აუცილებლად ბუმერანგი დაუბრუნდება და ის თვითონ დაბრუნდება, მიხვდით? უნდა გაუშვათ რომ დაბრუნდეს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც გვინდა, რომ წარსულიდან ადამიანი დაბრუნდეს და აღდგეს ურთიერთობა. მე ზოგადად წარსულს არ უბრუნდები, მაგრამ რადგან გინდათ, კი ბატონო და კი ბატონო ვისთანაც მიმუშავია, ისინიც მიხვდებიან რას გულისხმობ, მაგრამ გაუშვათ დავკავდეთ საქმით, დავკავდეთ სხვადასხვა სიტუაციებს ელემენტარულად და ინახეთ არ მომეც საშუალება რომ ბოლომდე მეთქვა სათქმელი. ამიტომ აქ გრძნობებსაც მიბლოკავს, მიხვდით? ეცადეთ თქვენ საქმეს მიხედოთ, აბსოლუტურად შემდგარი ქალბატონები მიყურებთ აქ ნახევარზე მეტი, იმპერატრიცები მიყურებთ ნახევარზე მეტი და ძალიან გთხოვთ. ეცით თქვენ თავს პატივი, თავმოყვარეობა,
თქვენი ყველაზე და ყველაფერზე წინ დააყენეთ და ნახავთ როგორ მობრუნდება. აი თვალსა და ხელშუას სულ ვერ წარმოიდგენთ ისეთ დროს დაბრუნდება. ნახოთ აღდგება თუ არა. კი ბატონო, აქ თამამად შემიძლია გითხრათ, კი აქ გაურკვევლობა უმეტესობასთან ვერ მოგატყობთ 70% ალბათ ურთიერთობა ჯერჯერობით. ეხლა ეს კიდე საჯარო გაშლა. რა თქმა უნდა, პირადში რო ნახავ იქ უკეთესად გამოჩნდება და გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრთან სიშორეა, შორს იმყოფებით, შესაძლებელია არ არის ახლოს ადამიანი. კი ბატონო, შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ცოტა შორს, მაგრამ ნახეთ ჩემო ძვირფასებო, მაინც მაქვს რაღაცა ერთი არკანი ისეთი, რომ რაღაც ორი სიტყვა ვთქვა. ვინაიდან კვერთხების მეფე, ვინაიდან ლომივით ხასიათი, ვინაიდან ცეცხლის ტიკია, ვინაიდან ქარიზმატული ძალიან მაგარი ტიპი და რამე მე ვფიქრობ და თქვენ კი პენტაკლების დედოფლად ამომდიხართ, მაგრამ როგორც ქალბატონი მიმზიდველი, სექსუალური ურთიერთობაში იდეალური იყავით, მე ვფიქრობ, რომ ესეც იქნება ერთგვარად, როგორც კვერთხების მეფე, ხო? ქალებზე გიждდება, დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ ეს მომენტი შეიძლება იყოს, რომ ეს ყველაფერი რო გაახსენდება, რაღაცა მომენტში რო გავიღვიძებთ, ხო ხდებით და ეს ჩემია და რო რანაირად მოვიქეცი, როგორ მოვიქეცი, დაახლოებით ესე დაარტყავს ტვინში. და არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრთან ურთიერთობა აღწევს, უბრალოდ ნორმალური, ადეკვატური, საგადმოაზროვნე ადამიანები მიხვდებით, რომ ეს არის საჯარო გაშლა, დანარჩენი უნდა ნახოთ პირადში, მაგრამ აქ 70%-თან მაინც მე ვფიქრობ, რომ თვარის სიტუაცია, აქ აღდგენაზე ცოტა ისერა მდგომარეობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ ბევრთანაც იქნება მდგომარეობა, რომ ეს, ასე ვთქვათ, იყივლებს უცბად, არ ვიცი თუ დაიღმულებს თუ რა იქნება და გაახსენდება ეს ყველაფერი, გაახსენდება ის სიტუაცია, რაც ერთად გატარებული ჰქონდათ და მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღდგეს. კიდევ ვიმეორებ, ეს არის საჯარო გაშლა, ყველაზე ვერ რეზონირდება, ამიტომ დანარჩენზე გადმოდით პირადში, რაც შემიძლია დაგეხმარებით. მე სამ პირის სიტუაცია იქნება, რა იქნება, როგორც შემიძლია, არაკანონიურად არაფერს არ ვაკეთებ, ჩავმაგია ჩვენგან შორს, მსგავსი რამე მიუღებელია, ამიტომ და კი ბატონო, ყავს მეგობრები, მაგრამ პირიქით ისინი აქეთ მემაკეთებინებენ წმედებს, იმიტომ რომ თვითონაც არ უნდათ, უბრალოდ ესეც ერთგვარი ნიჭია. მე ყველას პატივსცემ, მაგრამ მე არ ვემსახურები შავ მაგიას. პირიქით აქეთ ვეხმარები ხოლმე მათ წმენდებზე და თუ რაიმე რიტუალი ჭირდებათ. ამიტომ ასეთი ადამიანებიც ყავს. ეს იყო დღევანდელი საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო, ჩაიხსენით, ენერგეტიკულად გაუშვით და მიეცით, აქ კიდევ ვიმეორებ, ურთიერთობა იყო. აქ არ არის ფლირტის დონე, აქ არ არის ცარიელი, რომ ინტერნეტით გავიცანით და ვესაუბრები. არა. აქ ადამიანებმა ერთად იცხოვრეს, აქ ურთიერთობა იყო, აქ სიტუაცია იყო, აქ სექსუალურად იყო ყველაფერი. უბრალოდ მიჯაჭულობაც არ დამინახია სექსუალური თქვათ, რომ რაღაცა თამამად მეთქვა. ამიტომ ვნახოთ დანარჩენზე პირადში, ნახოთ რა სიტუაცია იქნება პირადში და იქ უკვე გეტყვით სხვა სიტუაციას, ან რა გვიშლის ხელს, რატო გვიშლის, რისთვის და რა შემიძლია გავაკეთოთ თქვენთვის. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო და ბოლოს განსაკუთრებული მოკითხვა სიყვარულით ჩემს ემიგრანტებს. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ ჩემო ძვირფასებო. აუცილებლად გადმოდით პირადში ვიზეც ეს ვიდეო, ასე ვთქვათ, რეზონირდა და მიხვდა რომ თავისია. ამიტომ კი ბატონო, სხვასაც ვისაც გნებავთ, მე რა უფლება მაქვს გითხრათ, უბრალოდ კონკრეტულად ამ საკითხს რაც ეხება, ეს უკვე პირადში უნდა განვიხილოთ. დანარჩენი ისე ვისაც კონსულტაცია გნებავთ, კი ბატონო, მომწერეთ, TikTok-ზე მე გამატებთ, YouTube-ზე ნომერს ტოვებ და WhatsApp-ი, Viber-ზე მომწერთ. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით.